აი ამ ფერმაში ქალმა თავისი ორი შვილი მოკლა. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ აქ მათი სულები ცხოვრობენ. დღეს ვაპირებ, რომ ისინი კამერით დავაფიქსირო. ამ ფერმაში რამდენიმე წლის წინ საშინელი მკვლელობა მოხდა. ამბობენ, რომ ეს ადგილი დაწყევლილია. მე კამერით გადავწყვიტე, აქ არსებული სულები დამაფიქსირებინა და მეტიც მათთან მესაუბრა. გამარჯობა, მე ვარ შოთა. არის აქ ვინმე? მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, საერთოდ არ შედიოდა ჩვენს გეგმაში. შოთა. ახდება ვერც გამიხსენებ. ყველაფერი 2008 წლის 1 დეკემბერს დაიწყო. ოჯახი ფერმაში ცხოვრობდა, დასახლებული პუნქტისგან შორს. ფერმაში სამნი ცხოვრობდნენ. ერთი დედა და თავისი ორი შვილი. ამბობდნენ, რომ მამამ ისინი დიდი ხნის წინ მიატოვა, ამას კი ქალბატონი თამრიკო სულ განიცდიდა. ყველაფერი კი 1 დეკემბერს შეიცვალა, როდესაც მონადირემ ბავშვების ტირილის ხმა გაიგონა ფერმიდან. ეგონა, რომ მათ დახმარება სჭირდებოდათ. ადგილზე მისულს კი მას საშინელი სურათი დახვდა. ორი სასტიკად ნაწამები ბავშვის სხეული ფერმის შუა გულში იყო, ხოლო დედა არც ადარჩანდა. ყველაზე უცნაური კი ამ ამბავში ის არის, რომ ადგილზე მისულ მონადირეს ბავშვები უკვე ერთი თვის გარდაცვლილი დახვდა, ხოლო როგორ შეიძლებოდა გარდაცვლილი ბავშვების ხმა გაიგონა ტყეში, ამას არავითარი ახსნა არ აქვს. ამბობენ, რომ დედამ შვილები მოკლა, შემდეგ კი ტყეში გაიქცა, თუმცა აქ რეალურად რა მოხდა, არავინ იცის. ამბობენ, რომ ბავშვის სულები დღემდე არიან ამ ფერმაში და მეტიც, აქ სინათლეც კი ხშირად ანთია ხოლმე. სწორედ ვაპირებ, რომ ამ ადგილზე წავიდე და ვნახო, მართლაც ხდება თუ არა მსგავსი პარანორმალური მოვლენები. ახლა მივდივართ იმ ადგილისკენ, სადაც ქალმა მოკლა თავისი ორი შვილი. ეს მდებარეობს ტყეში, ფერმაში და ახლა უნდა გავიაროთ რამდენიმე კილომეტრი და შევიდეთ იმ ფერმაში. ეს ფერმა ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და დაუსახლებელ ადგილასაა და დაახლოებით 2 კილომეტრის გავლა მოგვიწია, რომ ამ ფერმამდე მივსულიყავით. ამ ყველაფერს ის ამძაფრებს, რომ როდესაც ამ ქალმა თავისი ორი შვილი მოკლა, თვითონ ეს ქალი ვერ აღმოაჩინეს, ზოგი ამბობს, რომ თავი მოიკლაო, ზოგი ამბობს, რომ ტყეში გაიქცაო. თან ამ ყველაფერს ის ხდის საშიშს, რომ მე ჩავიწერე ამ ბავშვების დეიდა, რომელიც ცოცხალია და აი საშინელი ინტერვიუ იყო, ასე რა ვთქვათ, აი ძალიან ემოციური ინტერვიუ გამოვიდა. რთულია თქვენთვის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აი მაგალითად ერთ-ერთი კითხვა რა მაიძულა თუ ეს ნათესავს, რომ წასულიყო თქვათ ტყეში ფერმაში და ეცხოვრა ბავშვებთან ერთად. ეცი გენაცვალე თავიდან არ იყო რა ეგეთი, აი ბავშვობაში კი რაღაცები ცოტა უცნაურად აკეთებდა ხოლმე და მაგრამ მე ისეთი არაფერი რა, მაგრამ აი ახალგაზრდობაში, მაგრამ მე მგონი ქმარი დაშორდა გაიქცა სახლიდან და ძალიან უყვარდა მე მგონი ეს კაცი და მე მგონი მაგის გამო ცოტა პრობლემები შეიქმნა და აი მარტოობა უნდა და მარტოობა და შვილები ვერ დატოვამდგმარა და მაგის გამო ტყეში წაიყვანა რა და შორს ხალხისგან და ეს მარტოობაში ცხოვრობდა რა არ ვიცი რა. და გამოძიებისგან რამე თუ ისმის, როგორც ვიცი დღემდე გამოუძიებელია, იმიტომ რომ თვითონ ქალბატონი არ უპოვიათ. იცით ჩვენ პოლიციის გამოძიების საკითხებში დიდად არ გვახერხებს და ჩვენთვისაც იმდენად აი პოტიში რა იმდენად ემოციური ამბავია, რომ აი ჩვენც დიდად არ ვინტერესდებით, სავით რა გული არ მოგვიწევს ხო ხდებით, მაგრამ აი რომ ნახე რა გავუკეთ ასაწყალ ბავშვებს ვაბადიეთ რა ძალიან ემოციურია ჩვენთვის და ხაც უნდა გთხოვს რა. ამის შემდეგ ინტერვიუს გაგრძელება ვერ მოახერხეთ გარკვეული მიზეზების გამო. დღემდე ამბობენ, რომ ამ სახლში ისმის ბავშვების ტირილის ხმა და მე მაქვს აპლიკაცია ტელეფონში სპეციალურად გადაწერილი, რომელიც არსებულ ხმას, რომლის გაგონება ადამიანს არ შეუძლია გადარქმნის კონვერტაციას აკეთებს იმ ხმებში, რომლითაც შევძლებთ ჩვენ გავიგონოთ ხმები და მაინტერესებს თუ დავამყაროთ კომუნიკაციას ამ სულებთან. ჩვენ ახლა თბილისიდან ვართ ძალიან შორს, დასახლებული პუნქტი აქ არც არის, შინად დავიღალეთ და მოვედით ფერმასთან და ახლა უნდა ვიპოვოთ აქ შესასვლელი და შევიდეთ შიგნით. ნახოთ აღბეჭდავ თუ არა კამერაზე სულებს. ამჯერად მაინც. როგორც გარდაცვლილი ბავშვების დეიდამ გითხრა, ფერმაში წლები არავინ ყოფილა და აქაურობა ვიტოვებულია. ეს დაბოქლავებულია, აქ უნდა გადავხვდეთ. ადგილზე მოსულს ფერმა დაკეტილი დაგვდა, ამიტომ იმპროვიზაციას მივმართეთ. ბიჭო, ძალიან ქრიფი, აქ ცხოვრობდნენ? აქ ცხოვრობდნენ ისინი? აქ შემოსაზღვრულია ხო მთლიანად აქაურობა, ბოლო. კედელი ციხის იმღვრისავიდან. ბიჭო, იქ რა ანათებს? რაღაც ანათებს შიგნით. მოგეთ რაღაცნაირად მაგალგალებს. როგორც ვიცი, ის ქალი იყო ფერმერი რა. და თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. და მამამისი რაღაცა ხმა იქ.
ვერ გაიგონე ხმა? ხმა ვერ გაიგონე ახლა იქ? აი? ხმა რომელიც გავიგონე, მიკროფონმა არ ჩაიწერა. ამის შემდეგ გადაწყვეტე დაგვეთვალიერებინა ეს ადგილი. როგორც ვიცი, აქ აღარავინ აღარ დადის, ხოლმე პოლიციელები იყვნენ რამდენჯერმე, რომ უბრალოდ გამოეძიებინათ ეს ამბავი. თავისი ოჯახის წევრებმაც კი, ანუ გაყიდვაზე არავინ არ ყიდულობს ამ სახლს. ნუ ვიცით ალბათ რატომაც. რაღაცნაირი ქრიფი ადგილია რა. თან რო იცი რომ ეს ისტორია აქ მოხდა. ფერმის ადგილია ეს რა. აი ნახე, გაუთიბავი ვარ ამდენი ხანი. ახლა ბალახები. მე ვარ ტელეფონს მოვაყო. აი წავედით აბა იქით. ჭხმები მისვლის მამას. ხმა გაიგონე? ძაღლები ყევით რაღაცა. ძაღლ რა უნდა ამ შუა დღეში ძმა. ამ უცნაურობას უფრო დიდი უცნაურობა დაემატა. დენი ვიდეო გადავიღეთ და პირველად მეშინია ასე ძალიან მართლა. რომელიც რაღაცა ძალიან ცუდი შეგრძნება მაქვს. თან დასახლებული პუნქტიდან რა შორს ვართ წამოსულები ეგ არის. შევიდეთ აქ. ნახოთ აბა თუ გავაღებთ. მერტო ჩემო. გაიგო? ვაიმე. აქ რა არის? რაღაცეები ანათებ, თვალები უნათებს რაღაცას. რა? ჩემ ძმობას ვიცაო რაღაცა არის შიგნით, თვალები უნათებს. მე არ შევალ იქ. მოიცადე ერთი წუთით. საით? აი იქით წინ რაღაცები თვალები უნათებს. ჩემი გული გამიჩნდა. ой, ცხრები არიან ბიჭო. ეს ალბათ ძალიან დიდი უცნაურობა იყო, რადგან აქ აღარავინ ცხოვრობს და მეტიც, ფერმა 18 წელზე მეტია უკვე მიტოვებულია. თვალები როგორ უნათებს. ბიჭო, ცხარი აქ ესე უპატრონო ხალხის გარეშე. რამდენი ხანია მოდივართ კაცი აქ რა ყოფილა. ბიჭო, თან ამ ცხოვრებს თვალები რანაირად უნათებს რომ ვა, ჩემი გომძმა. შენ იყო ეს. არ ვიცი. ვიღაცამ კარები მოხურა. თუ ქარიც არ უბერავს. ოხ, ჩემი გაი. ვინმე ხო არ იყო ჩემ. მაგარი შემეშინდა. ქარიც არა, რა მომაჯახუნა. უეცად კარები მისით დაიხურა. ამა კი ძალიან შეგვაშინა, მაგრამ ამის მიუხედავად გადავწყვეტეთ, სახლი ბოლომდე გამოგვეკლია. ცოცხი იმას შეხედე ზევით რა ხდება. ცოცხი და რაღაცა. ანთია რაღაცა. რა? დაბადების დღის ანთლები რა და. აუ არ მინდა ეხა მე მან შემოსვლა რა. ო ჯო კაიფები ჩემი. ამ სახლში რატო იკეტება კარები სულ? ეს რატომ ანთია ბიჭო? არ ვიცი რა. რა ზოგადად შოთაკ რატო არ გორმივართ? ის რა არის აი? 6-7. შენ ხო არ დაანთე მე კაიფები? რა მე ბიჭო შენთან ერთად ვიყავი მთელი ეს დრო რა. ახალდანთებული აშკარად შეხედე თან. აკაურობაც არ გამოიყურება მთლა ლამაზად სიმართლე რო გითხრა. ოიმე, მაგრამ კაი დიდი ხნის მეტეულს კი გავს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გადავწყვეტეთ მოჩვენებებთან კომუნიკაცია დაგვემყარებინა. და ეს მოხდა. მოკლედ რამდენიმე კამერა დავამაგრეთ და ერთი დავამაგროთ აქ. ერთი კამერას დავამაგრე აი აქ. და რამე ისეთი თუ მოხდება, აუცილებლად დავაფიქსირებთ. და ახლა ვაპირებ, რომ პროგრამა გამოვიყენო, რომლითაც უნდა კონტაქტო, ასე ვთქვათ, გარდაცვლილ ადამიანებს და ცოტათი მეშინია უკვე ისეთი რაღაცეები მოხდა, რომ ვინმე არის აქ? ვინმე არის აქ? არის აქ ვინმე? ხმა ვერ გაიგონე? უფრო თავიდან ქენი. გამარჯობა. არის აქ ვინმე? შოთა! ვა! შოთა! აქ რა ხდება ეს რა არის? შოთა! ახლა დროა სიმართლე გითხრათ. ყველაფერი რაც ამ ვიდეოში ნახეთ, დადგმულია. არა იმიტომ რომ მოგატყუოთ, არამედ იმიტომ რომ დაგანახოთ. რამდენად მარტივია დააჯერო ადამიანს რაღაცა, როდესაც ემოციები მუშაობს. πώς გვატყუებენ ახალი ამბები, სოციალური მედიები, ადამიანები, სათაურები.
ამას კი ნენელა ვეჩვევით. ამიტომ ნუ დაეჯერებ ყველაფერს, რასაც ხედავ. მეშოთა. ზიგზავენ განცა. შეხილი თვალები როგორ აქვს ბიჭო? არა მთო. ფუჩაიფსა დედამოწყვა. ობა მე შედი. მამა თა გოდა გეიშვილი ყოლა. ბიჭო ჯერ ვერ ვაცოდი და აღარ ჩაქრა მე. კი, უკან ტყეში ვარ. აა დასახლებული პუნქტი ახლოვში. ასე იტყუებიან.